თავიდანვე კომპანიის მისია და მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ესეთი პროდუქცია, რომელიც ბაზრის ლიდერი გახდებოდა და ფართო მასებში პოპულარობას მოიხვეჭდა და ეს მიზანი დღემდე ძალაშია. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დაახლოებით 700 ჰექტარი საკუთარი ვენახი და გარდა ამისა ჩვენ ასევე ადგილობრივი გლეხებისგანაც ვიღებთ ყურძენს. დაახლოებით ვაწარმოებთ 50 განსხვავებულ ღვინოს, რა თქმა უნდა, აქ არის ტრადიციულად ყველაფერი ტრადიციული ქართული ჯიშებისგან დამზადებული ღვინო და საქართველოს გარდა კიდევ 30 ქვეყანაში იყიდება ჩვენი ღვინო. ქვევრის ღვინო არის ესე ვთქვათ, ეს კარის გამღები, რომელიც ანახებ, ეტყვი, გაასინჯებ და ადამიანს ნამდვილად ეგეთი ღვინო არ გაუსინჯავს და ეგეთი ღვინო თავის პორტფელში არ ქონია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ამის მერე უფრო გადავდივართ უფრო კლასიკურ ღვინოებზე, რომელიც უფრო ფართო მასებისთვის არის მისაღები. ღვინის სააგენტო ძალიან გვეხმარება, კარგი საკონსულტაციო კომპანიები ყავთ დაქირავებული პრიორიტეტულ ბაზრებზე, რომლებიც უკვე ძალიან პროფესიონალურად უდგებიან ამ საქმეს და ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან. რო ავიღოთ სიტყვაზე რაღაც ამერიკის ბაზარი და იქ ჩვენს და პატარა კომპანიაც ერთნაირ პოზიციაში ვართ, რომ არავინ არ გვიცნობს და ანუ ეს სამუშაო ყველასთვის გასაკეთებელია. 10 წლის წინ სულ სხვანაირი კულტურა იყო ღვინის მოხმარების და ეს წლების განმავლობაში იცვლებოდა, იხვეწებოდა და ეხლა რო შევადაროთ, თქვათ, რა ხდება ღვინის თაროებზე ან ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიაში, რამდენი წარმოებელი გაჩნდა, რამხელა კონკურენცია და ეს კონკურენცია გიბიძგებს, რომ მუდმივად ხარისხიც გააუმჯობესო, რაღაც ახალი შესთავაზო და ეხლა უკვე ნამდვილად მეგონი ღვინის მცოდნე ექსპერტი არ არსებობს, რომელსაც არ აქვს საქართველოს გაგონილი და უფრო მეტიც გასინჯულიც რომელიმე ქართველი მწარმოებლის ღვინო. ევროპის ბაზარზე როცა შედიხარ, იგივე გერმანიის ბაზარზე და გვერდზე არის იტალია, საფრანგეთი, რომელიც ტრადიციულად იქ საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, რთული არის ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ სიახლე შეგვაქვს როგორც ქვეყნის, როგორც ღვინის სტილის, ასევე ყურძნის სტილის მიხედვით და დავიწყეთ ალბათ ჩვენ რო თავაზობდეთ თქვათ ღვინის მომხმარებელს გერმანიაში კიდე ერთ შარდონეს ან პინო ნუარს ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა იქ ადგილის დამკვიდრება, მაგრამ რახან ჩვენ გვაქვს კაცთელი, ჩვენ გვაქვს საფერავი, რომელიც მათთვის სულ სხვა არის და ახალია, ეს საკმაოდ გვეხმარება. ღვინო ისეთი ინდუსტრიაა, რომ ესე მოკლევადიან გეგმებს ვერ აკეთებ და რა თქმა უნდა ჩვენ რასაც ახლა ვაკეთებთ, იმის შედეგი ალბათ იქნება რამოდენიმე წლის შემდეგ გერმანია, ამერიკა, ინგლისი არის ძალიან კონკურენტული ბაზარი. ხედავთ მომავალს, რომ იქ დავიმკვიდრებთ ჩვენ ადგილს, ჩვენ ნიშანს და გვეყოლება ჩვენი ერთგული მომხმარებელი.